მოკლედ ხალხო, აღარ შემიძლია ერთადერთი თქვენ თუ მიშველით რა. ისევ და ისევ ქრისტიმ ამოიყვანა ქუჩის კატას სახლში. არა, ხო, არც ამოიყვანა, კატა თვითონ მოვიდა, კარებზე დააკაკუნა, ვიცი რომ ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამოვიდა, კარებზე დააკაკუნა, შემოვიდა თავისით, საჭმელი ჭამა და ქრისტი ეხა გარეთ არ უშვებს და უნდა რომ დაიტოვოს აი ეს კატა. არ მინდა. ორი ძაღლი მყავს. კი, ძალიან საყვარელი კატაა, კი ბატონო, როეფერები კრუტუნებს და ასე შემდეგ, მაგრამ ორი ძაღლი მყავს, ხალხო, ორი ძაღლი და ეხლა თქვენ გინდა თქვათ, რომ ან ქრისტიმ უნდა თქვას, რომ კიდე ერთი კატა გჭირდება. ქრისტი, რა თქინდა კატა? გიორგი, სხვათა შორის ამას ძმაც ყავს. ერთო ჩემო, რა ძმაც ყავს, ქრისტი, ორი კატა საერთოდ რა თმინდა? ნუ მლოკავ. გეუბნები ნუ მლოკავ. გიორგისთან წადი ერთო ჩემო. ქრისტი, რა ვქნა? მლოკავს შენ, ნუ აფერისტო, აფერისტია ეს გეუბნებით, აფერისტია მლოკავს. ამასაც მლოკავს და ეხლა ცდილობს რომ დარჩეს. კატა ამოვიდა და აკაკუნებს ხალხოს, სასწაული არის უბრალოდ. ქრისტი, არ დავიტოვოთ რა. ძმაც ყავს, გიო. ქრისტი, მარტივად გადავწყვიტოთ. ხო. 50,000 ლაიქი და კატას ვიტოვებ. დალაიქეთ, შეხედე თავის მოვიდა ის არის. ნოკავს. ამას უყურეთ. ჰიტლერაა ეს. ფიზუნია. ფიზო. ხალხზე არის შენი ბედი დამოკიდებული.